სალამი მეგობრებო, ჩვენ თუ გვაქვს TV პირველის სიუჟეტი, რომ შუქუთში რუსები აშენებენ კოსმოდრომს ეს. ეგ არის ძალიან მაგარი. გვაქვს ეს სიუჟეტი? ნახეთ, ნუ ესე იწყება, შემდეგ გაგრძელებას აზრი არ აქვს. მეგობრებო, დავიწყოთ ამით, ესე იგი. ორი და აშენებს კოსმოდრომს. ნახევარ და პლუს ამას მე რა თუნდაც ამის აშენება. არც მეც და არც აქ ნაკლებს ინფორმაცია რომ გაიტანონ. ამის შემდეგ უკვე როცა ჩვენ ავიგდეთ ქართველმა ერმა მასხად დაიგდო ნოდარამელაძე, ნოდარამელაძემ დაწერა ფეიქ კოსმოდრომი. მერე დაიწყეს რომ რაღაც მსგავსი სისულელეები თქვეს და სამხედრო ბაზას ხო არ აშენებენ? რომ მარტივად ჯარი და ვიდეო არის. კოსმოდრომი არის, იცი რა არის ქართველებს ხო ისტორიულად კოსმოსის ათვისება ჩვენი მთავარი ის არის რა. გურულები არ დაგვავითეს. ხო, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია რა, კოსმოსის ათვისება. ჯერ კიდე ღვინო და კოსმოსი. აი, აქედან შეგვიძლია კოსმოსი, ხო რა. მეგობრებო, მოდი გავუშვით, წერდით. აი, ნახეთ, ურე რა მოხდა? გავუშვით. რადგან კოსმოდრომის მშენებლობის უკან და სადმიდის ეგრეთ წოდებული რუსულ-ტოლვილების კოსმიური ამბიციები, სწორედ ეს კითხვები გააჩინა აიფაქტის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად კოლხიდას მშენებლობის უკან გაცილებით უფრო სერიოზული აი, ეს არის კოსმოდრომი. აუ, გითხარი, გაცლებს რომ სერიოზული სქემა უეჭველი სამხედრო ბაზა. კოსმოდრომი ხო იცით რასაც ნიშნავს? კოსმოდრომი მე ვიცი თუ შეიძლება კოსმოდრომი სოფლიოში არის 6. 2 არის რუსეთში, 1 არის ყაზახეთში, 1 არის ევროპის კოსმოდრომი კუნძულზე და ამერიკაში არის კანავერალის კონცხზე კოსმოდრომი. ჩინელებსაც აქვს ერთი კოსმოდრომი. და აქ არის ეს არის ყველაზე მასშტაბური. ეს არის ყველაზე მასშტაბური, აი მარტო ის ვანახოთ. გავუშვით. ახე გრანდიოზული. ეს არის გრანდიოზული. აი გრანდიოზული. როგორც ირკვევა რუსი ეგრეთ წოდებული ლტოლველები, რომლებმაც ადგილობრივებს სურიაში გააცნეს სპეცსამსახურებთან, რუსულ სპეცსამსახურებთან. აი ეს არის კოსმოდრომის ზედა. და რატო არა? სხვა შორის ამ კოსმოდრომით შეცდომაში შეიყვა ვიღაცა იტყვის აი ეს კოსმოდრომი ხო არ იქნებაო და ამ დროს ხო, მოკლედ მე რას დაამსგავსეთ თუნდაც ფეიქ მედია. თქვენი ფეიქ მედია, ესეთი შესანიშნავი TV პირველი ფეიქ მედია იყავით ესეთი კარგი რამოდენიმე წლის წინ. სულ გააბანზეთ. ეს ფეიქ მედია არ არის, მეგობრებო, ეს არის საგიჟეთი უბრალოდ რა. მე მგონია როგორ კარგად იტყუებოდა. რუსები ხო აშენებენ კოსმოდრომს. რუსები. 2 და კოსმოდრომს. 2 და იკვეთება KGB-ს ხელის. მაგრამ აქ ყველაზე მაგარი არის კოსმოდრომი რო პრიკრიციაა. იმის იქით რამხელა რამე უნდა იყოს რა. ატომური ქარხანა. ან რადიოტელესკოპების მთელი სივრცე, რა ვიცი, ჩორტი 20. ან წყალბადის რეაქტორი. მარსის კოლონიზაციის გეგმა ხდება აქედან. და მასკმა არა, მართლა აქედან ხდება. აქ არის თავარი საველე სამუშაოები იწყება აქედან, რა. პრაქტიკული. მე მინდა თბილისში მოხდა ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურო, წუხარება გამოთქვა, რაც მოხდა და ყველაფერი გაირკვევა, გადავრჩით დიდ ცხვრებს, ერთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა. ერთი რაც ეს სისხლისმცემელი დედა აფეთქებული ბოროტი ქალი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ვიღაცა იდიოტმა დაწერა რომ 30 ადამიანია მკვდარი და დააშიარა ბიჭო. რა თქმა უნდა ის სვეპლით საშინელებაა რაც მოხდა. ხდება ხოლმე და ყველაფერს თავის მიეხედება და გამოიძიება, მაგრამ 30 კაცი მოკვდაო და გააზიარა. ანუ ხდები ტიპს აი არანაირი ტორმუზი არ აქვს, ისეთი ავია, უბრალოდ ავი დედაბერი რა. საშინელებაა. რა ესეთი ოპოზიცია ყავს და ესეთი ვირიშვილები არიან ოპოზიციაში. ნუ გია ბუღაძე გვიწერია პირველად და გაუშვეთ. ხიჭო რა დავაშავა. პაატა ბურჭოვაძესთან. პაატა ბურჭოვაძე ერთი მომენტია და აქ არის კიდევ მეორე მოძრაობა ფრიმიშაქვია. და აი მასთანაც ხო, თუმცა რაღაც კვეთა რო გაგვიგონებს, რა თქმა უნდა და აი ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო განწყობა რა არის, რა თქმა უნდა, ყველა იმედით არის, სხვა ჩვენ შემოგვყურებენ და აღმოსავლეთ რომ ჩვენ შემოგვყურებთ მათ იმედით, იმიტომ რომ რეალურად თუ ერთმანეთთან კოორდინაცია არ მოხდა და არ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხება, ხო? ამ შემთხვევაში ქალაქს, ამ შემთხვევაში თუნდაც ინტელექტუალურად თქვა ინდუსტრიულ ცენტრებს და დედაქალაქს და დიდ ქალაქებსა და თქვა აი სოფელთა მასშტაბის შორის, ასე სოციალური სხეულის რაც ახლა თქვი ოღონდ რუსეთთან უარყოფითი კონოტაციით, ხო? თუ არ მოხდა მათი ძლიერი გამსჭვალა, ხო? ფაქტობრივად ჩვენ ამას ვერ შეძლებთ. ხო. შემზარა. მე რაც ვნახე იმას შემზარა. შემზარა, აუ რა кай კაცი. შემზარა. кай კაცი იყო რა. მაგრამ მე რა მინდა ეს ფრიმიშა ორგანიზაცია ამისი ყოფილა.
ესაა დირექტორი ფრიმიშასი. როგორ შეიძლება ეს? აბა ბურჭულაძეს და ჩვენ ფრიმიშასო გვაქვს ყვეთაო და ჩვენ ფრიმიშასო. ჩვენ ფრიმიშას. შეიძლება ერთ-ერთი ხუცესი წევრია. ფრიმიშას ხუცეს და საპატიო დირექტორი. საპატიო თავმჯდომარე ან დირექტორი, რავი, ჩორტი უზდა. კი ბატონო, ლევან ასანიკიძე გავუშვით. გულბოზი. ახლა ბოდიში მომთხოვია თითქმის 20 წელია გასული და ახლაც იმას უძიებენ. და ქართული ოცნებისგან მე არაფერი არ ვსწავლობ, მე ქართული ოცნების გამოსაჭრელი. ბავშვი რო ლექსება, ხო იცი? მე მგონი რა ლექსია. იმენა ლექსია რა, ბავშვი პიჯაკით და პერანგი რო შეკრული აქვს და კაი. მე პატარა ქართველი. არ გაინტერესებს ჩინარის უკვე ამ ვიდეო. მე პატარა ქართველი ვარ. მეგობრებო, ეს არის ძალიან ცნობილი გამონათქმა ერთ-ერთმა შოუ ბიზნესის ვარსკვლავმა გოგონამ თქვა, ამ ვიდით რამდენს ბედავსო, ხო? აი ამ ვიდით რომ რამდენს ბედავს, უკვე არ უნდა განვიხილოთ რას ბედავს. არა მარტო ვიდი უნდა განვიხილოთ, ხო? კი ბატონო. არა, ძალიან მე რა მაინტერესებს, ანუ 7 ნოემბერი იყო პრორუსული აქციაო, ხო? შინაარსის რო გამომახვილეთ. ანუ პრორუსული აქცია ეს მიშა ხო იძახდა ამას. ხო და ანუ პატარა გულბოზი მამამისი ხო იღებდა ამბობს რომ ვიყავიო და ამბობს არა იყო ანუ 7 ნოემბერი იყო პრორუსი მამამისი იყო პრორუსი შეცდომაში შეყვანილი რომელიც მერე მოექცა ისია კოსოვო არა მერე მოექცა როდის მერე მერე როდის შეინანა ცოდვები და გადმოვიდა სწორ მხარეს ხო რა თქმა უნდა გადმოვიდა სწორ მხარეს და არასდროს არაა გვიან ხო პატროშანი ისია კოსოვო უარყო და შეერთო არა შეერთო უღმერთოთა თუ როგორ არის ხო დაახლოებით ესე არის კაი გია ბარამიძე პრინცესა ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვარ და თქვენს არ უნდა იყოს წესით ასე ვთქვათ ნეიტრალური რაღაცა ჟურნალისტი ჩაულებრივ სიტუაციაში რეჟიმის პირობებში ცხოვრობ აი გავაჩეროთ მეგობრებო TV პირველს სრულად უსამართლოდ სრულად არასწორად ეუბნება რომ თქვენ არ უნდა იყოთ ნეიტრალურ მდგომარეობაში. ეს ვერ არის მე მგონი. TV პირველი რომელიც არის სისხლის მსმელები და გადატრიალების ერთ-ერთი მომწყობი და ჩვეულებრივ ნოდარ მელაძე აკეთებდა სიუჟეტებს, სადაც პოლიციელმა შეჭამა ბავშვი და გადააგდო ნაგავს აღრაცხა. მეტი კი არა და რაც დარჩა. ოღონდ უტრირება და ის კი არ არის რაღაცა ჰიპერბოლა და რა. იმენა ჩვეულებრივად ესე იგი ნოდარ მელაძე და მთელი TV პირველი იყვნენ ის შემოქმედებითი გუნდი, რომლებიც აი შემოქმედებითი ძაღლამაღლა მოგიწევს. კი, მაშინ არაკრეატიული ანტიკრეატიული გუნდი, რომელიც ისე ასაფორტებდა, ისე მხარს უჭერდა ამ აქციებს, ჯერ კიდე მარტიდან მოყოლებული და პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ არ გამოვიდნენ ტელევიზორში. ესენი არიან, ვინც ლაზარე გააღმერთა და თვითონ გახსოვს აქციები რომ ჩაატარა. ამის მოლოტოვის ხანდაკება დადგეს ბიჭო და. სტუდიაში არ შევალთო ის რო იდა. კი, კაცო, რევოლუციას ვახდენ. ჩვენ ვახსოვსანია და ეგენები გავიდნენ. აბა რა. რიგოლია და ასე. ბატონო. კაი, ხუხაშვილი, აბა ვნახოთ. ეს არის ზუსტად ის დღე, ის პიკი როდესაც საზოგადოების მობილიზაციამ შეიძლება მოგცეს შედეგი. თან ხელისუფლება ვერც იმას იტყვის, რომ გადატრიალებას მიწყობენ რა. შეკაი ადამიანო, ხმებს მპარავ, მე როგორც ძალაუფლების წყაროს, კონსტიტუციას არღვევ. და ჩემთან გაქვს კიდე პრეტენზიები, თუ შეგვიძლია, თუ ამის რესურსიც არ აგვაქვს. მაშინ უბრალოდ ქუჩაში ეხა ბოიკოტით და პოზაში დადგომით, საიდან მოვა ეს რესურსი? მე ვფიქრობ, რომ 4 ოქტომბერი ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ. გასაგებია. საყოველთაო წინა. ესე იგი, არჩევნების ეს ალტერნატიული არჩევნები. ბაჭორს გია ხუხაშვილი დღეს მეგონა, რომ იმ გადაცემიდან გვექნებოდა ამონარიდები, ბაჭო ის ორ ჩლენ შორის თუ რას ეძახი? ორ ჩლენ შორის მანდეგდო? ჩლენს თუ სხვა რამე. ჩლენ. ორ ტიპ შორის რო არის რა და მაგას მთლიანად უყურე მაგ გადაცემას ამბობდნენ რომ აი პოსტი ეს უზით შუაში. პოსტი ამოგჭრისო და შორის ძალიან ისეთ სასაცილო ინტერვიუ იყო. ჰა? რატო არ ამოვჭრეთ? დაჯი არ ამოვჭრეთ, ხედავ? ბორის შელეპურვახდეთ მე მაგათ. ბორის შელეპურვა მეგობრებო ძალიან საინტერესო რამეს ამბობს. ბიჭო? ორჯერ როლი ჩლენი ეხა ბიჭო?
ეგ პოლიტიკოსები 7 წლის წინაც და 10 წლის წინაც ამ ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ხალხო ამარჩენოს თუ წავაგებთ, ეხა იქნება აპოკალიფსი, დედა გვეტირება, ყველას გავიგზავნებთ, რუსეთში გელიო იზახდნენ და ერთხელაც მართლა მოვიდა ეს მგელი და უკვე ეხა ძალიან რთული ადამიანებს დაარწმუნო, რომ მართლა ეს მგელი არის მოსული, ანუ სინამდვილეში ამას ვიმეორებით სულ ოპოზიციური სპექტრი, რომ აი ხა საშინელება მოხდება და მართლა როცა საშინელება ხდება, მაშინ შეიძლება ადამიანებმა უკვე აღარ დაგვიჯეროს. ხათა შორის ბორის შელეყურვას ერთადერთი ტვირის ხვეული გაუმოძრავდა. ასე იყო კუტუბიჩი. ესენი ხო გამოვიდნენ. კუტუბიჩი და ეს განიცადეს პროგრესი. კი. ორივე ერთად. ბორის შელეყურვა. კუტაბიჩმა, კუტუამ არა, კუტაბიჩმა. კი ბატონო, ბორის შელეყურვაც მისდევს კვალდაკვალ და ინტელექტისა და ჭერმეტყველები და შორჩვეტელობის საოცრებებს ახდენს. და ამიტომ უნდა დავაფასოთ. კი ბატონო, პავლენიშვილი არ გაუშვათ გეცეცხლება, რომ მართლა რატო ყავს, ანუ ირაკლი პავლენიშვილი არ ჩაწყობილი აქვს მეგობრებო. კორუფციას აქვს ადგილი. აი მაგალითად თამარ ჩერგოლეიშვილი, პაატა მანჯგალაძე, მეორე გვერდზე აქ ჩამოყალიბდა. გავიდა თამარ ჩერგოლეიშვილი. კაია. შვენიერი სია. ჩერგო. ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე მყავს მხედველობაში, იმიტომ რომ დღეს ძალიან დიდ ზიანს გვაყენებს მამუკა ხაზარაძე და მისი ეგო, რომელსაც უნდა რომ აი ამ რაღაცა ოპოზიციურ ველზე პირველობა მოიპოვოს და ამის გამო მზად არის ევროპარლამენტის იგნორირება გააკეთოს, საქართველოს პრეზიდენტის ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტის იგნორირება გააკეთოს, პროტესტის საზოგადოების იგნორირება გააკეთოს, საკუთარი ამორჩევლის თითქმის ნახევარის იგნორირება გააკეთოს, ოღონდ ამას მიაღწევს. ეს არის ძალიან ოლიგარქიული ზემოდან ქვემოთ პროცესი, იმას უნდა და მორჩა ფეხზე ოპოზიციაში პირველობის მოპოვების мотиваციას ხედავთ მის გადაწყვეტილებაში. იმ თავიდან ამას ლაპარაკობ და ჩანს კიდეც ხომ თავარი ძალა იქ იქნება, ანუ თავარი ბრძოლა იქ იქნება, სადაც თავარი ბრძოლა, ხო არა თავარი არხი, მიშას, ანუ ამას არა ეს ვერ გავიგე. თამარაც ვეღარ არის მოწოდების სიმაღლე. მე ვერ გავიგე ცხელა ზოგადად. მე ვერ გავიგე პრეზიდენტის როლი ამ ყველაფერში. ანუ რატომ აქვს სალომე სამადაშვილის კარგად იყოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის იმედი. ჯერ სალომე სამადაშვილის დატოვა. იმიტომ რომ ერთადერთი ლეგიტიმური რა ხან იმ დეგენერატებმა ჩაწერეს. მაკრონს ხო იმას შვება. რა ხან იმ დეგენერატებმა ჩაწერეს თავიანთ დეგენერატულ რას შვება? იმას. რა შვება? არ ყავს. მაკრონს არა მათო მინუსეზია. რა თქვია? აუ რა ცუდი ბიჭი ხარ. აბა რა შვება მაშინ რა კონკრეტ? კაი რა შვება რა? აი ხო ჩაყავს მაკრონს იქ და ხალხს ხო აყვირა. ხო აყვირა. რამდენად ჩა? მონახეთ ახლა ეგ ვიდეო. რამდენად ჩაყავს? მე მგონი ერკონი აქვს. კაი. ვიდეო ჩავაგდე ერთი კაი პრიკოლი არის ეგ. პრიკოლი მე გავიგე დღეს ალეკო ელისაშვილს რას ეძახიან, იცი? რას? აბაჯო ალეკოს. ალოკე ელისაშვილი. აუ ალოკი სპეციალისტია. ძალიან კაია. რა თქმა უნდა. ხოდა გაუშვათ ალოკე ელისაშვილი. არა, რა მაგარი ჩააგდოთ, შეუძლებელია ეს არ გაუშვა. ეს არის ცნობილი მოაზროვნე ფორმულადა. ძალიან კლასია. უყურე გური. ერთხელ და სამუდამოდ გერმანიის ისტორიაში გერხარდ გასპრომ შროდერებისა და ფროილაინ დედერონია მერკელების ეპოქა. ეს ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს. Опа, Америка, Европа, Индия, Китай, кого хочешь выбирай. არა, რიდადებული ეს მართლა ხდება? არა, რიდადებული. გაუშვი ხელა ხლა. არა, მართლა ხდება. არა, აი ხალხო. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი არც განათლება, არც ნიჭი. არაფერი, ეს კიდე უფრო გააჩარჯო და დააკომენტარო. ამის პაროდირება შეუძლებელია. ერთად კიდე გაუშვი რა. ვა, იმას უარესიგა. ისტორიაში გერხარდ გასპრომ შროდერებისა და ფროილაინ დედერონია მერკელების ეპოქა. ეს ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს. Опа, Америка, Европа, Индия, Китай, кого хочешь выбирай. Опа, Америка, Европа, თქვა რუსული აქცენტი. ეს უნდა იყოს ალბათ ყველაზე მძიმე ფსიქოტროპული წამლის რეკლამა, რომ რაღა რეკლამა აგრძალა. არა, ფსიქოტროპული აგრძალე იმაზე, რა ქვია, სხვა სარეკრეაციო თუ რაღაც სხვა მიზნებით მოხმარება, თორე ფსიქოტროპული ფსიქოაქტიური ნივთიერებები ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის. უიმე ახალი ინფორმაცია. ეს უნდა იყოს მართლა, აი წამლის როგორი რეკლამა იცი, თუ გამოტოვებ კურს ან ჩააგდებ და გავიწოდება რომელიმე აბი
გაგემართება ეს რა. გავშვით თუ შეიძლება ესა. Pfizer-ს აი ლირიკა ან რამე რო. შეხედეთ რა კარგია. პოზიტივის ინფორმაციით ალოკე იქნება ერთობლივი კანდიდატი გახარია. ურასალოკავს. გავშვით აბა ალოკე. ალოკე მე რა. გავშვით. არა ბიჭო. დიდ დუმებიანი ცხარი მიდის მინდოში რა და მელია მიყვება once ეს მელია პატარაა და ძალიან მშიერია და ეს ცხარი დიდია და ფიქრობს რომ ეხა რო ვეცეო ვერ მოვერევიო და მაგრამ იმხელა დუმები აქვს იმხელა დუმას მიათრევს რომ აუცილებლად მოძრებაო რა აი ყანყალებსო და ჩამოვარდნის პირას არისო და ამ დუმას მიყვება მოკლედ მიყვება და ეს მშიერი მელია შევა სოფელში სადაც სოფლის ძაღლები დაიჭერენ ამ შენ მელიას და დაბდუნიან და გაგლიჯავენ ასეთი რაღაცა არ მინდა რომ დაგვემართოს გესმის იმიტომ რომ ბოიკოტის უფრო მეტი შედეგი მინდა არ არის და რასაც უყურებ არანაირი შედეგზე ორიენტირებული პროცესი არ არის მოიცა რა ხდება ეპოქა მთავრდება გერტრუ ის უფრო მაგარი იყო თუ ეს ამას უნდა მერობა ხო? დიდ დუმებიანი რა სექსუალურად თქვა ისე ბიჭო. ზოოფილია თქვა. დიდ დუმებიანი ნანდომება. ალოკე. ნანდომება. ალოკე кайკიშკა. ეს იმაში რო არის. ჩერეკლებში. ეს ერთი მათხოვარი ჩემი სიძე უნდა იყოს და მეორე მათხოვარი კიდევ ძაყალიო. გასაგებია. კაი, გავუშვეთ აბა პატამანჯგალაძე. ძალიან ცუდია რომ სხვადასხვა პოზიციები გვაქვს ეს ვთქვათ და გათენდება 5 ოქტომბერი 6 ოქტომბერი და ჩვენ ყველას ერთმანეთი დაგვჭირდება ტაქსაქსულობა არის რეჟიმის ინტერესი კიდევ ერთხელ ვამბობ აი რომ ნახავთ პროპაგანდა რო ჩაიტვება გარდა ძალადობისა რაზე დგას პროპაგანდა დგას იმაზე რომ ხალხს ეუბნებიან დამატებით არგუმენტს როგორ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლებაში მოყვანა როცა ერთმანეთთან ვერაფერზე ვერ თანხმდებიან და ჩვენ რა უნდა ვაჩვენოთ უნდა მივეხმაროთ პროპაგანდას და ვერაფერზე ეს უნდა ვაჩვენოთ თუ ჩვენ მიუხედავად წინააღმდეგობრივი პოზიციებისა მაინც შეგვიძლია შეთანხმება რომელი უფრო დიდი არგუმენტი იქნება რა თქმა უნდა რომ მიუხედავად წინააღმდეგობრივი პოზიციებისა ესე იგი, წამენ მართლა ერთმანეთს დედას აგინებენ. დამჭკნარ ბანანებს ესვიან და უარესებსაც. და იძახიან რომ ამას ნუაკეთებ, თორე პროპაგანდა გამოიყენებს. ჩვენ რომ გავჩუმდეთ, საერთოდ ხალხი რა ვერ ხედავს, რა ხდება მაგათთან? აი ხა ჩვენ რომ გავუშვით ის აი თუნდაც. ან ალეკო რო ეგ რო გავუშვით, კომენტარი ხო არ გაგუკეთებია. ალეკოზეც თითქმის არ გაგუკეთებია. ხო, არაფერი. ოპა. ხო. მოდი არა ლევან ცუცქიძე, კარგია? ვინა ლევან ცუცქიძე? ცუცკო. ცუცკო, ჩვენი ცუცკო, გავუშვით შეიძლება. აი ნახე. თუ გადაიფიქრებენ, კარგია ერთი საერთო საქმისთვის და მეორე კარგია მათთვისაც. ჩემი ღრმარწმენით, მით უმეტეს ლაპარაკობ ადამიანებზე, რომელთანაც ერთად ვიყავით ადრე კოალიციაში და პატივცემ მათ, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ გადაიფიქრებენ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩემი აზრით ორგანიზაციულად და პოლიტიკურად ძალიან დასუსტებულები გამოვლენ ამ პროცესში. გასაგებია, ეს იძახის ვიცი მონაწილეობას არჩევნებში. გედევან ფოფხაძე, რომელიც არის გმირი და რომელიც სრობას არ აპირებს გავუშვით თუ შეიძლება. იმას ნახე ეს ტყვიაზე ვარჯიშობ. უკვე გაყალბებული არჩევნები აქვს და მათ ჭირდებათ ვიღაცა, ვისაც შეხედებათ რა გუთფელასის იმას. იმენა გუთფელასის. მაგას რეილიოტა ხო? არა. მე მართლა ეს არის ივანიშვილის. რეილიოტას პერსონაჟზე კი არ ვამბობ, ჯოპეშის პერსონაჟზე. ნახე. შეიძლება ტერმინები გამოვთოთ, რომლის ხდება ამ პროცესის ნაწილი. ის რო ებაზრება, რატო იცილიო? ჯოპეშ. რა ქვია, ჯოპეშ. how am I amuse you? ჯოპეშ ხო. თან რა მაგარია ის ეს შენი ის არის არა ის რომელი ეპიზოდი მივასწრე ის კაზინოდან შენი ის არისო ფანქარიო არაფერი კაი ფანქარიაო და რო შეაგინებს და რო დაიწყებს ამ ტიპის მოკლავს რა თავის ფანკ მაგარი როჟა ეგეთი იყოს ნეტა ესა ბიჭო ვიზუალი მიამსგავსა ვაჭორს ამან დაიწყო ყვავილებიანი უნდა ამან ბლატნოი მოუდი გადართო არა გუთფელასში პირიქით თეთრებია ეგ შერას ამბობ ის ესთეტიკა უფრო გვიანი და ლათინო ამერიკული ხო და მაიამი მართალი ხარ ირაკლი ტაბლიაშვილი როცა პირობითი 60 წლის შემდეგ, როცა არც ჩემი ძვლები იქნება და არც ივანიშვილისა და იქ იმ სამყაროში მომეცემა შესაძლებლობა მას დავუსვა კითხვა რა გინდოდა და გვერჩოდი, ზუსტად ამ დროს საქართველოს ისევ აღდგება, ისევ მოინდომებს ვაიმე გააჩერეთ. შესაძლოა რატო არის დარწმუნებული რომ ეს და ბიზნესმენშვილი საიქიოში ერთად მოხდებიან. ჩემი აზრით მაგალ წარმოდგენისას. მაგალ წარმოდგენისას. ეს საიქიოში მოხდება, იმიტომ რომ ეს შეიძლება საერთოდ ვერ მოხდეს საიქიოში, ხოიცი? გადამცდარ ადამიანებს არის საიქიოში კი მაგრამ
ხუმის და ყველა რა ვიგულისხმება. ეს იქნება არცოდნაო. ბიჭო, ეს იქნება რომელი ჯოჯოხეთის წრეში, იცი? პირველ წრეში ვერ იქნება პლატონთან ერთად. აი, არცოდნაზეც არა. ამას იქნება რა წოდვა, იცი? კაკას ტყუილის წოდვა იქნება, ცილის წამი. ხო, მაგრამ არ იწოდა. არ შადიოდა. ეგ იქნება დანტეს ჯოჯოხეთის ერთ-ერთ წრეში. სადაც არ ვიცი, არ მახსოვს კარგად, უნდა გადავიკითხო. რა სასჯელი ელის. მაგრამ მე ვინა ვარ რომ მის ჯოჯოხეთზე ვლაპარაკობ. აქ არის ჯოჯოხეთში უკვე ეს ბიჭი. დაუგვიანეს წამალი კიდე რა. და არ შეიძლება მეგობრებო, ვინც მაგას ყურადღებას აქცევს, წამალი არ დაუგვიანო. აბა ის სამი ლურჯი უნდა მიცეთ. ორი ლურჯი ვაძლევთ და ერთს რო უჟბოტავთ, არ შეიძლება. ბუკა პეტრიაშვილი. ბუკა პეტრიაშვილი, კი ბატონო. ჩემი ცალფაზიანი ძმა. ერთი კი ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ადგილობრივი არჩევნების შედეგები ვერ და ჩატარება ვერ გახდება რეჟიმის ლეგიტიმაციის საშუალება, იმიტომ რომ აქაც მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამდენი პოლიტიკოსი არის ციხეში, საერთაშორისო დამკვირვებლები არ არიან დაშვებული, საარჩევნო კომისიის კაი არ უნდა არა რა დამეძინა. კაიში და გიორგი სიორიძე. ეთყობა რო ცალია. არ ვიცი. გაუშვათ. ლელოშია და ნახოთ და მე თუ არ მგოწონა აღარ გაუშვათ. ნახეთ რა. გიორგი ვინო? სიორიძე. ვიბრძოლოთ, არ დავუთმოთ მათ. სადაც შესაძლებელია. ეს ნოდარ მელაძე აბრაზნი ვინა? ბარიერები, დავაშვებინოთ შეცდომები და დამატებითი აგური დავდოთ ამ დელეგიტიმაციის პროცესში, რათა მოვაახლოვოთ ჩვენი თავარი მიზანი, ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიზარდოს უფრო მეტი წნეხი ქართულ ოცნებაზე და მივახციოთ ჩვენ საბოლოო ამოცანას. ეს არის იდეალური. აი ამ გეგმით უნდა, აი ეს მე მეშინოდა, გააჩერეთ თუ შეიძლება, მე მეშინოდა რომ აი ამ გეგმას დადებდა. ნახე რა, კარგად ჩავ, აი მე მეშინოდა. გამართული გეგმა, აი შვეიცარიული საათივით აწყობილი გეგმა. უსაშინლესი მეშინი. მე ესეთი არ მინახავს. ესე იგი, ჯერ ლეგიტიმაცია მივანიჭოთ, იმიტომ რომ დელეგიტიმაცია მოახდინოთ. მე უფრო კარგად და დავაშვებინოთ შეცდომები. ერთი ნაბიჯი უკან, ორი წინ. ტიპები ესე იგი, დავაშვებინოთ შეცდომები. ძალიან ეს ლენინისებურია. ჰა? ლენინისებურია. ერთი ორი ნაბიჯი წინ, ერთი უკან. თუ როგორ იყო, ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. ერთი უკან, ორი წინ. ორი წინ. აი ეს გენიალურია რა. ძალიან მაგარი. აი ეს კაცი გვჭირდებოდა. მეგობრებო, ამის გამონათქვამები მოინიშნეს სპეციალურად და ყოველ დღე გავუშვათ. ეს არის ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ დელეგიტიმაცია მოვახდინოთ, ხედავ? ბინარული ოპოზიციები შემოიყვანა პოლიტიკაში ძალიან. ეს ყოფილა გენიოსი. კი. მართლა, საღო. ესე იგი თეზისი, ანტითეზისი და მერე ვაფშე სინთეზზე გავიდა, საღო. ჰეგელი არა გვაქვს დღეს, ჰეგელი არის, ხო? ნაღდი ჰეგელი. არ იყო ნაღდი ჰეგელი, თორე ის ვინ იყო? აბა რა. ის ჰეგელი. ის ამას ბაძავდა. თეზისი და ანტითეზისი რომ ჰეგელი მონის ის ამას ბაძავდა. სხვათა შორის ბოლო რამდენიმე ჰეგელი არ ჩას მეგობრებო, ეხა მითხეს და მე უკვე ნერვიულობ. ხო არ ისვენებს. ფლოსტებში ხო არა აქ თითები გარჭობილი და სადმე ხო არა დინარეზე, საზამთროს ჭრის. არა, საზამთროს. ამას როგორ საზამთროს ვერ გაჭრის. როგორ დაისვენებს შენი აზრით ჰეგელი? იმაშია, შკაფში არის ესე ჩაჩუტული, დაშადაუნებული. დაახლოებით. აი რა სად შეიძლება ჰეგელმა გეგელია მანო მეგობრებო დაისვენოს კარგად. თაში? არა, ზღვაზე წავა. თაში, ამე სალოცავთან კარგ კათხალუდით და დიდი ბეჭით. ზღვაზე. სიმინდი და პროსვაზე. ხო, არ შედის ზღვაზე. ზღვაზე არ შედის კოლგის ქვეშ ჩაცმული დამცავებით, იმიტომ რომ ისეთი პიტკინა ტიპია და ეგრევე იწვევ, ვერაფერს ვერ უძლებს და ნუ ეხა შეერას თქვი რომ ეხა იმას საზამთროს ჭრისო, მაგას ცოტა მოხერხება უნდა. აი საზამთრო. სიმის ხარშავს ეგეთი. მოხარშავს სიმის. არა ბიჭო, ქვას ვერ ისვრის ზღვაში. აცილებს ხო? არა, იმენა ვერაცურებს. ხო, პიტეკანტროპისად დაისვენებს. პიტეკანტროპი ყველგან ისვენებს, მაგისტვის ვაფშე დასვენება. დასვენება. ძალიან ბედნიერია. იმასთან შედარებით როგორ უჭირდა და კი. ტყეში როგორ უწევდა. საჩო საბადებლის მოპოვება, შემგროვებლობის იქნება თუ დაბალ ორგანიზებული მატერიაა და ტყეშიც არ გამოირჩეოდა უნარებით და სუნ და ვერ მიწას ვერ თუ 20 წასული მისი ხო თანამორბედები
ჯგუფურად ნადირობდნენ. და გლები მაგალითად თვითონ მარტო ნადირობდა, ხშირად ხელმოსარული რჩება. იტო ყველას ეშინია მაგის. აღარც ეშინია. გამოიკიდება ცოტა გაიქცევია და ეს სვაჩორის გელი ძალიან ინტელექტუალი ცხოველია და ამას სანადირო ინტელექტი აქვს ძალიან დაბალი და ნუ არც ფიზიკური მონაცემები აქვს ძლიერი. ხაზაროძე და ბადრი სად ისვენებენ და ველია ეგ ვიცი. ფხუკ და მომესმინე. ხაბეშუს სანანახი აქვს თქვენი ასე? კი, სანანახი. ესე დრო ეგ არა, ნანახი აკმარო, ვერ აღიქვა. ვიდეო მაგანახი. ახედა, კი არა, აიხედა. დავარდა, რომ დაარტყეს, დავარდა. მაგრამ ცაროა არის. კოსმოსით დაინტერესდა? კოსმოდრომში ეგეც არის, გასვალისებული უნდა გაუშვან როგორც კოსმოსურ ორბიტაზე. უნდა გაუშვან რაღაცა რო ჩვენ თავი დაგვანებონ აქ არაფერი საინტერესო არ ხდებაო თუ ყველანი ესეთები ვარ გალაქტიკას მიღმა უნდა გაუშვან რომ უცხოპლანეტელი დამკვლელები შეეშინდეთ ან ჩათვალო რომ ვაი ამათ პატრონს კი აღარ გავეკარო მონიშნონ ტერიტორია ამათ აღარ გავეკარო საიუზის დროს ჩუჯოი რო იყო ეგეთი ხო პიონერი გაუშვან პირველი წავიდა ძაღლი ლაიკა კი ბატონო სპუტნიკი ძაღლი ცოდოა გაუშვათ ხაბე ძალიან ჭკვიანი ხაბე ხო და მაგას გან ძაღლი ცოდოა და გაუშვათ ხაბეს ხაბე იმენა როჟა კი ბატონო და გამოცადა ირაკლი კუპრაძე გაუშვათ და დავასრულოთ და ოპა 66% აქვს მხარდაჭერა 4 სუბიექტს 4 კოალიციურ სუბიექტს 25% აქვს მხარდაჭერა ქართულ ოცნებას ამ სხვაობის პირველია კი აყალბებენ კი საშინლად იქცევიან კი ესენი რუსული რეჟიმი არიან ბოროტის ქმედებებით არიან გამორჩეულები მაგრამ ამ ვითარებაში ამ სხვაობის ამოგდება ქართულ ოცნებას ძალიან გაუჭირდებოდა ჩვენ რომ ერთიანობაზე შევთანხმებულიყავით და ეს ერთიანობა უნდა ყოფილიყო არ გამოვიდა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთიანობა ჩვენ ვეცდებით რომ მათ ამომრჩეველთან გამოგვივიდეს ერთობა ჩვენ უბრალოდ ვერთობი ჩვენი ურთიერთობა მეგობრებო რა გითხრათ საბოლოო სერიოზულია მე თქვა ამანაც ხო მეგობრებო ჩვენ 64% გვაქვს ჩვენო ხო რაღაცა დღეს მაინც ისეთი დღე არის გუშინ კოსმოდრომის ამბავი გაირკვა და ეგ დასხივებაც მოქმედებს საქართველოს ერთმანეთი გურული მე გულშემატკივრო ჩემს გურიას სხვაგან არსად არ აშენდებოდა კოსმოდრომი თუ არა გურიაში იმიტომ რომ კოსმოსური ხალხი ვართ გურულები, მაგრამ ძალიან სამწუხარო ამაზე ტv პირველი და ნონდარა მელაძე გვეუბნება და რუსები რო გვიშენებენ კიდე დები. ესე ძალიან სამწუხაროა. მან სასწაულს რო ხაბე იქნება პირველი პასაჟი. ხო, ნახოთ, გურიას ეს თუ მიშველის კოსმოდრომი, ბიჭო, კოსმოდრომიო. მაგრამ ყველაზე მაგარი რა თქვენ, ცი? კოსმოდრომი პრიკრიტი არისო, ამაზე უფრო დიდი ამბავი იმალებოდა. კოსმოდრომზე დიდი ამბავი 6-ია მართლა მსოფლიოში, მეტი არ არის. მართლა 6-ია. ატომური ქარხანა. ხო, ატომური რეაქტორი. მაგაზე სიუჟეტი უნდა გააკეთოს კაკრას მაგან, ოპა. კი ბატონო. აბლიაშვილი. კი, აი ეგ იქნება ყველაზე მაგარი, ყველა დროის ყველაზე მაგარი. ხო, გეპარება მიშას რო იყოს, ის გურულების დაჭერილები იქნებოდნენ. რა თქმა უნდა. მთელი გურია, კოსმოდრომის ტიპები, ყველანი ეგრეთ წოდებული კოსმოდრომის ტიპები, ყველანი ციხეში იქნებოდნენ გამწესებულები და ასე შემდეგ. დიდი მადლობა, კარგად გზანდებოდეთ, ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს ხვალ. ნახვამდის.